ძვირფასო მეგობრებო, როგორც იცით, რუსთავი 2-ზე მიმდინარეობს ერთი არაჩვეულებრივი პროექტი საქართველოს ხმა, სადაც ჩემო პააწა, ჩვენი ტელემაყურებელიც ალბათ დაგვეთანხმება იმაში, რომ ნათლად ჩანს რაოდენ ნიჭიერი თაობა გვყავს მომავალი თაობა და სწორედ ამის გამო გვინდა ახლა სტუდიაში მოვიწვიოთ ამ პროექტის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, გთხოვთ მივესალმოთ ბექა მაისურაძე. Რავსიგზე შესავალი დაუკრეს, ეთყობა მოსწონთ ბიჭებს, რომ უნდათ რომ რაღაცა ფანოღები იმღენ. ბექა, ძალიან დიდი მადლობა, რომ მობრძანდი მოიცალე, ვიცი ძალიან დატვირთული, ასე ვთქვათ, გრაფიკი გაქვთ. და იცი რა მაინტერესებს, ალბათ ბინა გაქვთ, ხო თქვენ? ბინაში ცხოვრობ კი მაქვს. საკუთარი არ არის. საკუთარი არა, მამა ჩემის, დედა ჩემის, ჩემი ოჯახის მოკლედ. ანუ მშობლებს უნდა დაველაპარაკო. არ გამოვა, არასრულწლოვანია. რამდენი წლის? 16-ის. რას ზარმად სოფში. 16 წლის ასე რომ ღერი ხარ, 76-ის რას ისდა? სერიასაკის ბიჭებიც, მე უკვე 18-ის არიან. მითხარი საიდან გაჩნდა ეს სურვილი, რომ მიგეღო მონაწილეობა? მონაწილეობა ისედაც მინდოდა კონკურსში, სადმე სატელევიზიო შოუში, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი სტუდიის მასწავლებლებს დაურეკეს, თუ ყავდა ისეთი ადამიანი, ვისაც ენდომებოდა ესეთ კონკურსში გამოსვლა და მან ჩემი რეკომენდაცია გაწია, ასე რომ ვთქვა. და როგორ გჯდობ თავს? ძალიან მაგრად. თევზი წყალში რო ამბობენ ხო? კი, ნამდვილად კი, ეს ჩემი სტილი. ეხლა რა ტური არის ეხლა? უკვე როგორ რა გაიარე? ეხლა გავიარე დუეტების ტური, დუეტი, რომელიც არის ამავდროულად დუელი, ესე შეიძლება ვთქვა ქართულად. შენ იუმორის გზნობაც ქონია, ხედავ შენ. ესე იგი, რა არჩია საქმე ახლა? მოახერხა ნამდვილად, რომ ტელემაყურებლების და ჟიურის სიმპათიას თავისთავად, რომ არ გადღერისვარა. ის კი არ იცის, რომ თავარი აქ არის სიმღერა როგორი გამოვა. ჩვენზე მკაცრი ჟიური არ ყავს. დოლგარმოზე თუ მღერი? დოლგარმოზე მიმღერია, მაგრამ ხა ესე არა, საერთოდ არა. რატო არ ქეიფობ ესე იგი? საიდან შემოხვედი? აი კიდე. ხო დაიმახსოვრე. უკან როგორ უნდა გახვიდე? რას ქვია, ვინო დოლგარმოზე არ მღერი და რანაირად გამოვა? ჯერ მაგაზე მე ჩვენთან მივლინებ ერთი. არა, მე ტესტი თუ არ ჩავიბარი არ გამოვა არაფერი, რა. არ გამოვა. მოკლედ პატა გადავიდეთ თავარ თემაზე, რატოც მოვიყვანეთ ბექა. არ გადავდივარ თქო. ხო და დღეს რა თქმა უნდა ბექაც ისე ვერანაირად ვერ გავუშვებთ, რომ მან 250 კილოგრამი არ აწიოს ჩვენ სტუდიაში. თხოვთ, შემოიტანეთ შტანგა. გელოდებით. ბექა მომისმინე. გისმენთ. წახვალ და გამიფრინდები, იცი? წახვალ და გამიფრინდები. ერას მეუნები დაიჭირე. დაუკარით აბა ნახოთ ეგრე არ ვიცი. აბა მიდი. მე მოგეხმარებ ბექა. აი ეს არის კონკურსი. ისევ დაგისტიგონია. ოდენა გოლიაც რაჭიკი გული ქონია. ისევ დაგისტიგონია. წავალ და გაგიფრინდები, ისევ დაგისტიგონია. ეს ამოდენა გონია, რაჭიკის გული გონია. რაგი დაბარებს გამოსცადეთ რა. მოკლედ ეს კონკურსი დამთავრდება, მე მედალიკა ვიწყებთ ბიჭებთან ერთად და მაინც ამ სიმღერებზე იყავი მზად რა. დავამუშავებ. მე პირდაპირ გეტყვი ხალხს ეს უყვარს. კი. დამიჯერე და 2-3 სიმღერა უნდა იცოდე. კლასიკაში რომ მაგარი ხარ, კი ვიცი და დაამტკიცე და დუეტში და დუელში. ეხლა რას გვიმღერებ? ეხა ინგლისურ სიმღერას შეგისრულებთ, უცხოურებია? კი, შეგეთე რატო მოიტანა? მანდა მე გეტყვი სპეციალურად, ახლა ჯერ ვარ ვიცით. რო ვერ გავიგოთ. რო ვერ გავიგოთ და გაძვრეს ჩვენი კონკურსი. უცხოური ფანოღია, ეფი და პორმარილი. სადაური უცხოურია? ამერიკულია თუ როსტები? თლათ ამერიკა? კი. ინგლისურენოვანი, ანუ. ინგლისურენოვანია, მაგრამ იდეაში ვინც მღერის, ვის რეპერტუარშიც არის ამერიკელია თუ როსტები. შეგენოთ. მიკროფონი, ასცენა. წარმატებები ბექას და კიდევ ერთხელ მინდა
მინდა ჩვენ ტელემაყურებელს უთხრა რომ 100-ია ჩემო ძვირფასებო. რუსთავი 2 გთავაზობთ ასეთ პროექტებს, სადაც მინიმუმ 1 სახლი ბინა თამაშდება. წინაშე 2 გათამაშდა. ამიტომ მიიყვანეთ ბავშვების სიმღერაზე ცეკვაზე და იქნება შანსი რომ თავისით იშოვონ ბინა. ხო მართალია? რა თქმა უნდა. მე დაგელაპარაკები მაგრამ. კაი. აბა, წავიდა.